დიახ, გასაგებია. კარგით გელოდებით, კარგით. ვაიმე რა ხდება ნეტა? ვინ იყო? ვატო სკოლის ფსიქოლოგი მზიაკო ჩქარეული. რა უნდოდა? თუ სახლში ხართ მოსვლამინდა და გასაუბრებაო. ვითომ ვატომ დააშავა რამე? ნეტა რა უნდა დაეშავებინა? წარმოდგენა არ მაქვს. გამარჯობა გოგოებო. გამარჯობა. ნათია, რა ხდება? რა ხდება? თაკას სკოლის ფსიქოლოგმა დამირეკა, ნახვა მინდა შენიო. მეც დამირეკა. ვიცი. და რა ხდება ხო არ იცი? არ ვიცი, ალბათ რამე პრობლემა აქვს თაკას და ვატოს? ერთმანეთთან? არა მგონი, ალბათ ვინმე სხვასთან. ვაიმე, გავგიჟდები, ხა ისე ბალანჩივაძესა თუ მოვიდა ჩხუბი, მიუვარდები დედამის და იმ სილიკონით დაბერილ ტუჩებს დაუფუშავ. კაი, დაწყნარდი ბალანჩივაძესთან ხომ მოაგვარეს არა ურთიერთობა. ნათი. ვანიკუა სახში და არ მინდა რომ გავაგებინო და შენთან რო შევხვდე მოსულა ხო? რა პრობლემაა? ძალიან ნერვიულობ. აი თაკას გამო საყვედურების მოსმენა აი არ შემიძლია და რა ვქნა. იქნებ არ გაძლევს საყვედურს, ხო იცი როგორი დახვეწილი ქალია მზიაკო. არა მზიაკო არ მეტყვის, მაგრამ ვანიკო შემჭამს. ბავშვ ყურადღება აკლიაო. დაწყნარდი, გავიგოთ, ეგება არაფერი დაუშავებიათ ჯერ ბავშვებს. აბა ამ ხელაქალი, ამ ხელაგზაზე ტყულა მოდის? რა მხელა გზაზე, ქუჩის ბოლოშია სკოლა. ხო, კაი სიტყვის მასალა თქვი. ძალიან ნერვიულობ. ყავა გინდა? დაასხი. აი მოვიდა. გამარჯობათ, მობრძანდით ქალბატონო მზიაკო. უი, კეთისა თქვენ საკხარ? გამარჯობათ. შეიძლება ხო ერთად რო შევხვდეთ? კი, უკეთესიც კია. დაბრძანდით. თქვენ დოლაბაურის მშობელი ხართ ალბათ, ხო? მე? უი არა. ეს ნათია ჩემ მეუღლის ძმის ცოლი. ნიკამ ცოლი მოიყვანა, მე რატომღაც უფრო მაღალი მახსოვდა ნიკამ. მოდით, მე პირდაპირ საქმეზე გადავალ. დიახ. მოწევა რომ კლავს და მწებელები კვდებიან ადრე, ალბათ ვიცით ხო ამის შესახებ? ბატონო, თქვენი შვილების მერხთან სიგარეტი ვიპოვნეთ. აი მე ვერაფერი ვერ გავიგე, რა ხდება? მოდით მე ხვა ცოტა უფრო მარტივად აგიხსნით. თაკა და ვატო ისტორიის გაკვეთილზე სხედან ერთ მერხთან. ვიცით კი? ხო და ზუსტად მაგ მერხთან იპოვა მასწავლებელმა სიგარეტი. არ გადამრიოთ, რა სიგარეტი? არა, თქვენ არ ინერვიულოთ, სიგარეტი საკმაოდ ძვირად ღირებული იყო. ერთი წუთით ვერ გავიგეთ, იგი სიგარეტი არის თაკასი და ვატოსი? 66%-იანი ალბათობით სიგარეტი ან თაკასი ან ვატოსი, მაგრამ არსებობს 33%-იანი ალბათობა იმისა, რომ სიგარეტი შეიძლება იყოს დოლაბაურის, რომელიც მაღალ კლასში სწავლობს და სუსტად ერთი გაკვეთილით ადრე იჯდა იმ მერხთან, სადაც მასწავლებელმა იპოვა სიგარეტი, მაგრამ აი ამ თემაზე მე უკვე დოლაბაურის მშობლებს უნდა დაველაპარაკო. ამერჩით რა ძალიან გაოგნებული ვარ, იმიტომ რომ ჩვენთან სახლში არავინ არ ეწევა. არ ჩვენთან. რა უცნაურია, რათა თაკამ თქვა რომ მამა ეწევაო. ვანიკო კი, იშვიათად ძალიან. იცით რა, უპირველეს ყოვლისა მინდა აქვე გთხოვოთ, ეს არის დირექტორის თხოვნა, რომ ნუ გავახმაურებთ ამ ამბავს. რატო? ნინო ზეზუხბაიას უპოვეს შარშან სიგარეტი ჩანთაში. ზეზუხბაიაშვილს, ოპოზიციონერი როა? ლიბერალ-რადიკალისტური პარტიის ლიდერი კი. მე ეგრაშუაშია. მე ატეხა მამამისმა ტელევიზიით ერთი ამბავი. ჩემი გოგო კი არა, ბიჭიც არ ეწევა სიგარეტს, ჩვენ საერთოდ არავინ არ ვეწევით ოჯახში და ეთყობა მანდატურმა ჩაუდო. მე გაგიჟდა ეს მანდატური. ეგეც სისულელის მეორედ როგორ გავაკეთებდი, თქვენ მე მართლა გიჟი ხო არ გონივართ. ანუ ჩაუდო თუ არა? იცით ეგ არავინ არ იცის. მაგრამ სკოლას არ ჭირდება სკანდალები, მე ზუსტადაც ამიტომ გთხოვეთ თქვენ. ვაიმე, სიგარეტი კი არა, მოვკლა ვატოს მაქსაზის ხარს. ნუ იჩქარებთ, იმიტომ რომ სიგარეტი შეიძლება თაკასია. ვაიმე, მაშინ მე მოვკლავ თაკას. არა, მკვლელობა არ არის საჭირო. ეს შეიძლება იყოს სტრესების ბრალი, შეიძლება ბავშვი გარიყულად გრძნობდეს თავს და ზუსტად სიგარეტში პოულობდეს თანამოაზრეს. ძალიან ჭკვიანურად ჭხერს, მაგრამ იქნებ გამიმარტოთ რა. იცით, უნდა დაჭდეთ. აუხსნათ ბავშვს, რომ სიგარეტი არის ძალიან ცუდი.
დათო დაუმტკიცდათ რომ სიგარეტი მათია. გარიცხავენ სკოლიდან? არა, პირველ ეტაპზე Facebook-ზე საჯარო შერწყმით შემოვიფარგლებით, მეორე შემთხვევაში აუცილებლად გარიცხავენ. ფემი რასულელური წესებია. აი ჩვენ დროსაც ხდებოდა 1000 სისულელეები, მაგრამ 14 წლის ბავშვი სიგარეტის მოწევისთვის არავის არ გაუგდია სკოლიდან. ქეთევან, ნათია. და გესმოდეთ, რომ ეს ჩვეულებრივი სკოლა არ არის. ეს არის ელიტარული გიმნაზია, სადაც სწავლობენ 6 პარლამენტარის, 24 დეპუტატის, 48 ინტელიგენტის და ბოლოს და ბოლოს 106 საპატიო თბილისელის შვილები. ქალბატონო მზიაკო, მე საწყინად არ მithქვა საყვარელო. ძალიან კარგი. დაელაპარაკეთ თქვენ შვილებს. გაიგეთ რა ხდება და გაგვაგებინეთ სკოლასაც. ქალბატონო მზიაკო, ეგება არ ღირს ბავშვების გაღიზიანება. არა იცით, სიგარეტი ძალიან საშიში თემაა, რომელთანაც წაყრუება არაფრით არ შეიძლება. ამას შეიძლება ძალიან დიდი მასშტაბები შეიძინოს და ამიტომ უნდა აღმოვფხრათ თავიდანვე. ანუ ჯერ დიდი მასშტაბის პრობლემა არ აქვს, ხო? მე ერთადერთი რითიც შემიძლია დაგამშვიდოთ არის ის, რომ სიგარეტის კოლოფიდან ამოღებული ღერების რაოდენობა არ აღემატებოდა ერთნიშნა რიცხვს. გასაგებია. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ. ყავაც შემოგთავაზე. არა, დიდი მადლობა დოლაბაური მშობლების მელოდებია. კარგად იყავით, ნახვამდის. კარგად. კარგად ცდილობთ. მადლობთ, ნახვამდის. რა ვქნათ? რა უნდა ვქნათ? ვუთხრათ ბავშვების მამებსაც, დავაყენოთ ბავშვები და გამოვტეხოთ ერთად. ეს გაისწორე და დადექი. გასწორდი. დადექი, ვატო. არ გაინწრე. წამოდით დგანან. საწამოვიდა. ხო გითხარით დააყენეთ და ჩვენ გამოვტეხავთ და დგანა და გამოვტეხეთ. მიდი დროზე, ნუ. დავით. ვატო, თაკაშვილებო, მოდი ჩქარა და მარტივად მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ვატო, მამა, ვისი იყო სიგარეტი? არ ვიცი. თაკა, იქნებ შენ იცი? არა. ვატო, ხო ხედავ რომ არც გეჩხუბები და არც გიყვირი. შენც ასე პირდაპირ და ვაშკაცურად მიპასუხე. შენი იყო სიგარეტი? არა. ესე იგი შენი არ იყო. არა თქო ხომ გითხარი. ესე იგი შენი თუ არ იყო სიგარეტი, გამოდის რომ თაკასი იყო. ამის თქმა გინდა? არა. აბა? ჩემი არ იყო. არც ჩემი არ იყო. აბა ვისი იყო? არ ვიცი. არც მე არ ვიცი. კარგი. როგორც ჩანს, თქვენთან ტკბილი საუბარი არ გამოდის და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე ვარს აცხადებთ. მაშინ სხვანაირად დაგელაპარაკებით. ოთო. მაცადე. ვატო, თქვი ვისი იყო სიგარეტი, თორემ კომპიუტერთან ერთი კვირა ვერ დაჯდები. არ ვიცი. ერთი თვე ვერ დაჯდები. არ ვიცი. ყველა თამაშს წაგიშლი. არ ვიცი. CD დისკებს დაგიფორმატებ. არ ვიცი მეთქი ვა. ნათია, იმაზე ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. შენი ჯერია. აი მე დედა. ვატო ახლა მომისმნე ყურადღებით. თუ არ აღიარებთ ან შენ ან თაკა დანაშაულს, იცოდე ორივე დაისჯებით. ამიტომ ერთ-ერთმა აღიარეთ რომ მხოლოდ დამნაშავე დაისაჯოს. აბა ვატო. არ ვიცი. ვატო. არ ვიცი მეთქი ვა. ვატო აღიარე. აღიარე? ნათია, თაკას მეუბნები, აღიარე? არ არის ჩემი და რა ვაღიარე. ვისიც არის აღიარე? არ ვიცი ვისია. გადამრევს ეს ბავშვი. არ მაინტერესებს რა იცი და რა არ იცი. აღიარე ვისიც არის? და რა ვაღიარო რას მიზავ? მოგკლავ. ხო და რატო გიგურს რო არ ვაღიარე? ჩაერთე ვანიკო. ეს უზრდელი ბავშვი მე მგონი შენი შვილიც არის. კარგი ახლა. დავწნარდეთ ყველა. წყნარად ვარ? უძალიან წყნარესად. თაკა შვილო სირცხვილია. შენ იცი ეს რა სირცხვილია? რა არის სირცხვილი? რა და ხვალ მთელი თათქარიძე ელაპარაკებს რომ ვანიკოს გოგო სიგარეტს ეწეოდაო. სიგარეტს რო ვეწეოდე, ფილტვებს დავიზიანებ და მე მგონი ეგ უფრო საგანგაშოა, ხო? თაკა მორჩის სისულელეებს. ქეთუს მაცალე. თაკა შვილო, შენ იცი რომ სიგარეტი კლავს? ვიცი კოლოფზე აწერია. აი თელი კოლოფი ზეპირად იცის. რო კითხო სიგარეტს არ ეწევა. ეგრე ისიც ვიცი, ერეკლე მეორის ხმალზე რომ ავი მუსაიფი აწერია, მაგრამ სპარცელებთან არ მიომია. თაკა დაისჯები, ხო იცი? ვატო,
შენ გინდა რომ თაკა დაისაჯოს? არა, მაშინ აღიარე რომ მოწიე. არ მომიწევია და რა ვაღიარო? ვატო შვილო, არ ხარ მართალი. შენ კაცი ხარ და თუ დანაშაულს ჩაიდენ, იმის ვაშკაცობაც უნდა გეყოს რომ ეს დანაშაული აღიარო. ჩემგან რაღა გინდათ, მე ხო გოგო ვარ. თაკა! ვატო, ბოლო ჯერ გეკითხები, ვისი იყო სიგარეტი? არ ვიცი თქო. ვახტანგ, ვისი იყო სიგარეტი თქო? აბა ბოლოჯერ გეკითხებიო. მომბეს და ეს ყველაფერი, всё, მორჩა დასჯილი ხარ. რატომ ვარ დასჯილი? იმიტომ რომ მე ვთქვი რომ დასჯილი ხარ. დანაშაულს ვერ იმტკიცებ და ისე მსჯი? დიდი ამბავი, ნახევარი ძველი მთავრობა ეგრეა დასჯილი. რითი დაგიმტკიცოთ რომ მართალი ვარ? აბა დედა დაიფიცე. დედას გეფიცები. აი მე ხლა ხო ხარ ღირსი აქვე რომ მოვკვდეთ ყვილზე რომ იფიცებ. არ გიფიცებ ყვილზე, მართლა არ ვიცი ვისი იყო ეს სიგარეტი. გაგჩხრიკავ და რო გიპოვა მოგკლა ვიცოდე ბატო. გამჩხრიკეთ. თაკა, შენს გაგჩხრიკავ. ეგ უკვე ჩემი უფლებების დარღვევაა. არ მაინტერესებს მე შენი უფლებები. გავჩხრიკავთ შენ ჩანთას, შენს ოთახს, თელს სახს გავჩხრიკავთ და თუ რამე ვიპოვე. მოიცა, არ გვინდა ეს მუქარები რა. არ გვინდა. შვიდად გავჩხრიკოთ. ნათია. წავედი ახლა მე და დამირეკე თუ რაღაცას იპოვეთ. კარგი თქვენც. ხო, კაი. ნათია მომისმინე, ბავშვის გაჩხრეკვა მართლა არ შეიძლება. აი მე ნათია, კარგი რა, ეხლა ჯერ ეგეთი ევროპელებიც არ ვართ. ხო, მაგრამ ხო გვინდა რომ ვიყოთ, არა ნათი? იცი რას გეტყვი? ჯერ მიგვიღო ნატოში და ევროკავშირში და მე არც მე არ გავჩხრიკავ ბავშვს. მე მგონი ასე არ შეიძლება ბავშვთან მოქცევა. ნათია, შენ რომ შვილი დაგიფიცებს ტყუილზე, მე მიხვდები რა ძნელია ბავშვის აღზრდა. არ გცხვენია. ბაბუა შენ რომ გაიგო სიგარეტს ეწევ. ხო გაუსკდა გული იმ კაცს. აბა, საწყალი ვახობიძია. ყოველ დილით ავარჯიშებს, არ ბენინებს და ბიჭი სიგარეტს უკიშინებს თურმე. ვახოს არ უთხრათ მაინც ცოდუა. იქნებ მართლა არ ეწევა ბავშვი, კარგით რა. მაგას ეხლავე გავარკვე. ნათი, შენ რო 14 წლის იყო. სიგარეტს არ დამალავდი. აივანზე. რასაკეთებთ, სახლს შხრიკავთ. რატო? ბატო სკოლაში სიგარეტი უპოვეს და არ აღიარებს. რას არ აღიარებს? რო ეწევა და ეხა ჩვენ სახლი უნდა გავჩხრიკოთ და ვიპოვოთ. მე ვუთხარი ბავშვის გაჩხრეკვა არ შეიძლება თქო, მაგრამ ამათმა არ დამიჯერეს ნიკამ. და სამზარეულოში რატო ეძებთ? იმიტომ რომ ბატოსგან აქ დამალას არავინ არ ველით. ხო იცი რა ეშმაკია. მაგრამ მე უფრო მაგარი ვარ, გავშიფრე. რა სისულელია? რა არის ბიჭო სისულელე? რო ვიპოვით მე ნახავ, ნათი იპოვე? თუ ვიპოვი გეტყვი. ოპა! იპოვე? კაი. რას მიყურებ? ვიზი გააგზელეთ ზებნა, ნიკოს დაიხმარე შენც? ბიჭო, იქნებ არ ეწევა ეს ბავშვი, ტყუილად ხო არ გგრუზავთ? ნიკოლოს, 14 წლის ბავშვის უფრო გჯერა თუ ამ ხელა ხალხის რო ვამტკიცებთ რომ ეწევა? პრობლემა არ არის, ხო ის ყოველთვის უმრავლესობის ხარისხს. აი მე სამზარეულოში არ არის რა. კარგი. მივყვეთ ბანალურად. ოთახი გავჩხრიკოთ. როგორ? რას ნიშნავს როგორ? როგორ გავჩხრიკოთ, რა პრინციპით? გეგმა შევიმუშაოთ. რა გეგმა ნიკო, შევალთ, გავჩხრიკავთ, ვიპოვით სიგარეტს, გამოვალთ დავჟით, всё? როგორ ვიპოვოთ? რას ნიშნავს ვერ ვიპოვოთ? სიგარეტს თუ ეწევა, ხო ექნება სადმე დამალული. იქნებ არ ეწევა, ბიჭო. მოიце, ხარ დაიწყო თავიდან. არ ვიწყებ. უბრალოდ გავთვალოთ ისიც რომ შეიძლება ვერ ვნახოთ. მე რო იმედები არ გაგვიცხოვდეს. ნიკოშ, ნუ ხარ რა პესიმისტი. ადიქ წამოდი. დაბადონ. პალეჩი ვნახეთ? ტუალეტში ვიყავი და არ იყო. ვატო წამოდი შენც. ბატონო რა გინდა? როცა ვჩხრიკავ თვალებში უყურებ. როცა მალავს თუ მივახუნდები ეგრევე დავწვა. წამო. მოძებნე? არსად არ არის. ვატო! ნათი კომპიუტერის ქვეშ ნახე? ვნახულობ მაცადე რა. საწოლის ქვეშაც ნახე. ნახულობ თქოთო. ოხ ვატო! ჩვენი ამდენი წვალების როგორ დაიჯები შენ ხო არ იცი?
ვაიმე, საყურე ვიპოვე. რა საყურე? გახსოვს რომ დავკარგე ნათელამ რომ აჩუქა, ვატო რომ გავაჩინე. როგორ არ მახსოვს? 14 წელია ამ საყურეს ვეძებ და ვატო საწოლის ქვეშ ყოფილა ამ საძაგელი ბავშვის. აჰა, 14 წლის დაკარგულ საყურეს მე მეჩხუბებით რა. გაჩუმდი ბიჭო შენ. არც კი ხვენიამდე ხალხს რომ გვაწვალებ. ისე ამ ოჯახში არავინ არ მოწევი და ეს რა პონჩი მოწევდა, ნიკა, შენ უკვე მღლი. ბიჭო, ბავშვებმა მიბაძვა იციან და ფილმესგან მაგალითად ხო უნდა აეღო. იქნება ინტერნეტში ისწავლა. ინტერნეტში როგორ? მე რა ვიცი? იქნება შედის ისეთ საიტზე, სადაც სიგარეტის მოწევას ასწავლიან. კაი რა მამა, რეებს ამოტეხავს. უყური ამას კიდე რომ დიდ გულზია. აქ სიგარეტი არ არის. ანუ არ ეწევა? ნიკა, გულ შემოგვაქვს ინსტრუქცია. ბიჭო, მე მინდა სიმართლე გაირკვეს. მე მოგვეხმარე. ლოგიკურად ვიმშեղოთ. მიდი. აი მაგალითად, შენ ხარ 14 წლის და ეწევი, სად დამალავდი? საწოლის ქვეშ. საწოლის ქვეშ არ არის. ფაქტია რომ შენი შვილი შენზე ჭკვიანი აღმოჩნდა. სად მიდიხარ? ტუალეტში. ტუალეტში არ არის თქო, ნიკა. საჩხრეკად არა ისე. შეიძლება? მიბძანდი. ვაიმე, ოთო არცად არ არის რა. ათი? რა? მოდი ერთი წუთი. ათი. თუ ზუსტად ვიცით რომ ეწევა. ხوار ჩაუდოთ ერთი კოლოფი სიგარეტი და ვითომ მიპოვეთ, ჰა? გაგიშდი. დიდი ამბავი ახლა. ოთო ჩადება საზიზღრობაა. აბა რა ვქნათ? არ ვიცი. მაცადე მაშინ მოვიფიქრებ. მივხვდი. ვატო ჭკვიანი ბავშვია. თლიან კოლოფს არ დამალავდა. ეხლა ჩვენ უნდა მოვძებნოთ სიგარეტის შემადგენელი ნაწილები. ფილტრი, ქაღალდი, თუთუნი. გამოგიჭირე? წავედით? ვაგზელებთ თავიდან ძებნას. ოთო შენც მოგვეხმარი, ჩვენ ძალიან დავიღალეთ. მე ბავშვი მინდა აკვირდება სახეზე. ვაიმე, ამ ბავშვს სახეზე მაინც არაფერი ეტყობა და წამოდი და მოგვეხმარე. კარგი, წავედით სამზარეულოდან ვიწყებ. აბა, დავიწყეთ. ვეძებთ ყველგან. ჰოპ. რასეძე? რას? ნათი რას ვეძებთ? საგანძურს. რა საგანძურს? არაფერს, მამა, უნიშნელო საგანძურს. უხარისხოს. უყურადღება არ მისაქცევს. ხო, თქვენ კარგად თუ ხართ ხალხი? კი, მამა. ხო არ მოგეხმაროთ? არა ვიპოვე. აი, იპოვა. რა იპოვე? საგანძური, საყურე. კარგი, კარგი. საგანძურს, ნათი. სულზე სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. საყურე გეთქვა პირდაპირ. ვიპოვე. რა იპოვე? სიგარეტი. ტუალეტში დამალული. რა სიგარეტი იპოვე? უი. ამხელაკაცი ყოველდილით ვიღვიძებ, სუფთა ჰაერზე რომ გაგასეირნო. ჭამთელი ცხოვრების წესი გასწავლე. შენ კი თურმე სიგარეტს ეწევი. ძალიან ნაწყენი ვარ, ბაბუ, ძალიან. შენ იცი რომ 1 გრამი ნიკოტინი ცხენს კლავს? ეგრე არ არის, მამა? ნუ ახლა ნიკოტინით მყარი ცხენი მე არ მინახავს, მაგრამ ხალხი თუ ამბობს, ესე იგი ასეა. გრცხვენოდეს ვატო. რა დგინა შულვე სიგარეტი? რა განერვიულებს? ოჯახი ყავს არჩენი, ომში მიდიხარ თუ ბიჭი გინოდა და გოგო გაგიჩნდა? ვატო ბიძია. შენ ჩვენი გვარის წმინდა სისხლი. ნიკოტინით გააფერ მკთალე. ნიკა, რა სისულელებს ეუბნები ბავშვს? მართალია ნათია, რეებს ბოდა. არ იყო საჭირო ეს იდიოტური პათეტიკა. აუ ხო რა. ბოდიში. არ იყო ჩემი ეგ სიგარეტი. შენი ხმა არ გავიგონო ეხლა. შეგა რა ცხენბურთელი გამოვა, ბიჭო, სიგარეტი თუ მოწიე. არ ვიდე ცხენბურთელობა, პროგრამის ტობა მინდა. აუ, ეხლა მართლა ცუდად გავხტები რა. ვაიმე, შეხედე რა დღეში ჩააგდე ბაბუა. მე რაშვაში ვარ. ვაიმე, კიდევ როგორ უტიფრად იქცევა. ოთო დასაჯე სამაგალითოდ. მე რატო დავსაჯო? მამა შენ ხარ. ნათი,
მე მარტო ერთი დაშა შემიძლია. თუ გინდა განსხვავებულს დავალევებ ყანწით. ოთო ეხლა ხუმრობის დრო არ არის რა. კარგი. ვატო. იცოდე, როგორც კი ვახო აღადგენს თბილისის კენტავრს, მიგიყვა და გამოხვალ ცხენბურთელი. ეხლა სიგარეტის გამო მთელ ცხოვრებას უნდა უუნგროთ ბავშვს. აცადე ვაშინე. უნდა მოვწყვიტოთ კომპიუტერს. მარტო ვარჯიში და სკოლა. არავითარი ვარჯიში. ამას რო ჯანმრთელობა უნდოდეს, სიგარეტს არ მოწევდა. მოკლედ დღეიდან დაივიწყებ counter-ს, Facebook-ს, ელექტრონულ მუსიკას და საერთოდ კომპიუტერს. სიგარეტს? და სიგარეტსაც. კარგია. არა, ძალიან მსუბუქი დასჯა ეს. თავიდანვე რომ ეღიარებინა კიდევ ხო, მაგრამ ამდენი რო გვაწვალა, მოვიფიქროთ რამე. ოთო. რა? მოვიფიქრე დასჯა. კარგი. გავრიყოთ საზოგადოებისგან. როგორ? არ ვეკონტაქტოთ, რაც არ უნდა მკითხოს ვითომ არ გვესმის და ვერ ვხედავ. ვაიმე, ასე ხოს თუ გაგიждდება ბავშვი. ასე რომ დაგფოფინებ თავზე, იმიტომ გაბედა ამდენი. ასე ძალიანაც ნუ დავსტრესავთ. დანაშაულის სასჯელის ადვოკატური უნდა იყოს. ადეკვატურიო. აბა რა ვქნათ? ასე მშვიდად დავსწრეთ და ცივილური გამოსავალი ვეძებოთ? ნათია, მიშველ, რა მოხდა? თაკა სიგარეტს რო ვეძებდი, შემთხვევით ვანიკოს მესიჯები ვუპოვე. რა? ნათია, მიშველ, რა მოხდა? თაკა სიგარეტს რო ვეძებდი, ვანიკოს მესიჯები ვუპოვე. სად? ვანიკოს ტელეფონში, ვაიმე. სუდათ ვარ. ვანიკოს ტელეფონში თაკას სიგარეტს რატომ ეძებდი? ტელეფონში არ ვეძებდი, ტელეფონის ქვეშ ვეძებდი. ამ დროს მოვიდა მესიჯი და ინსტინქტურად გავხსენი. მერე ძველ მესიჯებს ჩავყევი და იმ საზიზღარ ქალს, იცი რა ქონდა მიწერილი? რაო? რა შვებიო? მე ვანიკომ რა უპასუხა? რავი, შენო? მე იმან? რავი, არაფერსო. კაი, არ ყოფილა არაფერი. მერე ამას ქონდა მიწერილი. მომენატრეო. იქნებ უბრალოდ მეგობარია. კაი რა, რომელი ქართველი კაცი წერს მეგობარს მომენატრეო რა. კი, მაგრამ ვინა? არ ვიცი. და ტელეფონში როგორ ყავს შეყვანილი? მერაბ სეფაშვილი. იქნებ მართლა მერაბ სეფაშვილია. არა, არ იცნობს მერაბ სეფაშვილს ვიცი. იქნებ სხვა მერაბ სეფაშვილია. მე კარგად ვიცი მაგის ოინები. ადრე პოლიტიკოსების სახელით ყავდა ვიღაც გოგოები შეყვანილი. მიხელ სააკაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ხო და რო გაუგე ეს ამბავი ერთი ამბავი ატყდა. ხო გახსოვს მე მანქანა რომ იყიდა. კი, მახსოვს. ხო და ეთყობა ახლა პოლიტიკოსების მაგივრად მომღელების სახელით შეყავს. იმიტომ რომ ფომბუქში რო შევედი, ანდრი ჯოხაძე, დათო ფორჩხიძე და ორი გია სურამელაშვილი ვუპოვე. კარგი რა ქეთის რა. ხო იცი ვანიკოს როგორ უყვარხარ? აბა ეს მერაბ სეფაშვილი ვინ არის? მაგით ალბათ ერთობა ეტყობა. მოიცა შენ რამე იცი? ოთო გადი. კარგი. მოუკლავ თაკას. აი, თაკამ რაღა დააშავა. აი თაკა სიგარეტი რომ არა, ხო ვერაფერს ვერ გავიკებდი. კეთუსიაშვილო, ეს ყველაფერი როგორც ჩანს, თაკასგან დამოუკიდებლად ხდებოდა. მაგრამ მე ხო ვერ გავიკებდი, ეგაა მნიშვნელოვანი. აუ, ისი ამას ვანიკოსგან ვერ წარმოვიდგენდი. კარგი რა, კაცებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ძალიან გთხოვთ რა. პატივი გვეცთ მამაკაცების იმ ნაწილს, რომლებიც ცოლებს არ ვღალატობთ. ჩემი მამაკაცი რა საყვარელი ხალხია. ამ ყველაფერზე თვითონ ვანიკო რას ამბობს? არაფერს სისულელიაო. ქეთუს, იქნებ მართლა სისულელია ყველაფერი. ნათი, სულ რომ არაფერი არ ხდებოდეს, მასეთ დროს ისტერიკა მაინც უნდა მოაწყო, მერე რომ რამე არ მოხდეს, ხო იცი არა? აბა რა, აბა რა. მესიჯი მომწერა ბიჭმა. ჩემმა ცოლმა ყველაფერი გაიგო. რაო? ვაიმე, ეტყობა იმ ქალს წერდა და შემთხვევით შენთან გამოეგზავნა. აი თუ არაფერი არ ხდება, ნათია. ერთი წაიკითხე რა. ჩემმა ცოლმა ყველაფერი გაიგო, ურთიერთობა უნდა შევწყვიტოთ, ქეთუსია ჩემი ცხოვრების პირველი ქალია. რა საყვარელი. საყვარელი. ქეთუს, მოდი დაფიქრდი კარგად. ეგეთ გიღირს რომ აპატიო. ვაიმე, ვანიკოს თუ უღირს, თორე მე ზუსტად ვიცი, რამდენი მიღირს ვანიკოს და შერიგება. აქ არის ხო? კი.
კაი ხა კეთოს. ბოდიში მოგიხდი, მეტი რა ვქნა. ბოდიში უშველი სამსაქმეს? შენადა. ბოდიში და მორალური ზიანის ანაზღაურებაც არა? ჯერ ვიჩხუბებ და ფინანსურ საკითხებზე მერე ვილაპარაკოთ. აუ, არ იჩხუბოთ რა. თქვენი ჩხუბი ძალიან ცუდად აისახება თაკას ფსიქიკაზე. მართალი ხარ, ბავშვთან არ უნდა ვიჩხუბოთ. ესე იგი არ ვჩხუბობთ. კი, ჩხუბობთ. ნათი, აქ რო ვიჩხუბოთ, ხელს ხარ შეკიშლით? არა, რა სისულელეა. კეთოს, ოთახში შედით არ გინდა? არა, აქვე ვიზებთ უცბად. კარგით, როგორ ხდება? შეუსაზისხრესო, უნებისყოფო მოღალატე. გამაგებინე ერთი როდემდე უნდა ვიცმინო შენი უმსგავსა საქციელი. სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ. ჯვარს ვოიწერდით, არ გითხრათ მღვდელმა. ოთო, აცადე უხერხულია. კეთოს, იქნებ სახში გააგზელოთ რა. ჩვენც გვინდა ჩხუბი ბავშვთან. ვაიმე, ძალიან გავერთე ჩხუბში. ბოდიში რაოთო. ფაქტიურად ჩვენ მოვჭით უკვე, ხო? ფინანსურ საკითხებს სახში გავავლით. ოჩა. ალბათ. კარგად. ნიკოლაევიჩ, კარგად. კარგად, ვანიგო. ბატო, კმაყოფილი ხარ დანგრევის პირას რომ მიიყვანე ოჯახი. მე რა შუაში ვარ? შენ გგონია დაგვავიწყდა, სად ვიყავით გაჩერებული? სად ვიყავით გაჩერებული? სასჯელი უნდა მოვუფიქროთ ვატოს. ნიკა, ერთი წუთით წამოდი რა. მამა არქშია. ძალიან. ნათი, გვაჭამე რამე და მერე მოვუფიქროთ სასჯელი. აუოთო, დღეს არაფერი გამიკეთებია და გუშინდელი ტოლმა გვაქვს. იყოს ტოლმა. არ მინდა მე ტოლმა. ორ ცალს შეჭამ და ხმასაც არ ამოიღე. წამოდი მამა, წამოდი. წამოდი. არა დაიჯერო. ნიკა, რაღაც მინდა გითხრა. რატო? რა ვიცი, ქმარი ხარ და მინდა გითხრა რაღაც. ხო, მითხარი. ნიკა, ტოლეთში ნაპოვნი სიგარეტი ჩემია. შენ? შენ რა გინდა სიგარეტი? ვეწევი. არა, მართლა. მართლა ვეწევი. ნათია, ისედაც ნერვები მაქვს მუშტილი. წესიერად მითხარი, შენ რა გინდა სიგარეტი? ვეწევი მეთქი, რა თუნდა მინდოდეს სიგარეტი? მეტი არაფერი? მართლა არაფერი. ჩემი სიცოცხლე. ნიკა, ძალიან მწხვენია, ჩემს გამო კინაღა მუდანაშაულო ბავშვი დაისაჯა. მაგას ეშველება, უბრალოდ შენ დამპირდი რომ სიგარეტს თავს დაანებებ. ვერ დაგპირდები. არ მინდა შენი მოტყუება, ნიკა, მიყვარხარ. ბევრს ეწევი? დღეში რამდენჯერმე? რამდენჯერ? რამდენჯერაც ვჭამ? ანუ 3ჯერ. ხანდახან 4ჯერ, მაგრამ გპირდები, ჭამას მოვუკლებ. აი, მაინც არ მესმის რა, რატო დაიწყე სიგარეტის მოწევა? აუ ნიკა, მე ერთი ჩვეულებრივი სტახანოველი გოგო ვარ და რაღაცით ხო უნდა მიმექცია საზოგადოების ყურადღება. Masz mo printi, czym tam tredo. ხალხო, რაღაც უნდა გითხრათ. რა ხდება? რადა? ალო? სხვაგან მოხდით. გააგზელე ნიკა. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ალო? არა, სხვაგან ხვდებით. ნიკა. ეხლა მოკლედ ნათი, მე და ვანიკო შევრიგდით. Dinareze çamotsa çumi sağamo. გონი ცუდ რო შემოვედი. კაი, გავალ და მერე მოგიყვები რას დამპირდა. სიმართლე უნდა იცოდეთ რა. ნაცი დაყანისმლები ხوار გირეკავენ? ალო? არა, სხვაგან ხვდებით. მე მგონი ღმერთს არ უნდა რომ გითხრათ, მაგრამ მე მაინც უნდა გითხრათ. ხომ გითხარით რომ სხვაგან ხვდებით თქო? კეთუსია ვარ გოგო, მორჩით რაღაც უნდა მოგიყვე. ცოტა ხანში დარეკე რა კეთუსია. კაი, მაფატი.
მოკლედ, სიმართლეში უნდა გამოვტყდე. ალო. ვაიმე. კარგით. ძალიან კარგი. დიდი მადლობა, კარგით. მე ხალხნო რო იცოდეთ რა მოხდა? ნათი, გეხვეწები მათ ქვევინენ. მოკლედ, ტუალეტში რო სიგარეტი პოვეთ, ჩემია. ნიკა, დანაშაულზე ხელის დაფარება არ არის კარგი საქციელი. ძალიან სუსტი მატყუარა ხარ, ნიკა. გასაგებია რომ ხელს აფარებ ვატოს, მაგრამ საჭირო აღარ არის. არა. ამ ბოლო დროს სამსახურში რაღაც სანერვიულო შემხვდა და გადაუწყვიტე სიგარეტის მოწევა დამეწყო. თანამშრომელმა მითხრა, სისულელია ყველა ჭოი, რაც სიგარეტზე ხსმენიაო. მოწიე და კარგად იგზნო თავსო. მეც ხო ვიცი და მიმდობი ვარ და დაუჯერე. ნიკა, შენ ან იდიოტი ხარ, ან მატყუარა. სამწუხაროდ სხვა ვარიანტი არ არსებობს. ნათია რა ხდება? რა ხდება და ვატოს სკოლის ფსიქოლოგმა დარეკა მზიაკო ჩქარეულმა. ასე თქვა რომ ის სიგარეტი სხვა ბავშვის იყოვო, დოლაბაურის. ვატოდე? ვატო. კი, იდიოტი ვარ, мама. იდიოტი. კენაცო.